გამარჯობა, მე ვარ სალომე ჭაჭუა. დღეს მე თქვენ მოგიმზადებთ იოგურტის დესერტს ატმით. ვფიქრობ, რომ ყველასთვის ძალიან ჯანსაღი და გემრიელი დესერტი გამოგვივა. ამ დესერტის მომზადებისას დაგჭირდება უმაღლესი ხარისხის იოგურტი და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გამოვიყენებთ გერმანული ხარისხის წარმოების იოგურტს Bauer's, რომელიც არის ალპური ზონიდან და ვფიქრობ, რომ ძალიან გემრიელია და რაც ყველაზე მთავარია, პირველი წარმოებელია მთელს ევროპაში. ამიტომ მოდი და ჩვენც ეს გამოვიყენოთ. ყველა პროდუქტი გამომიგზავნა ნიკორა სუპერმარკეტმა. პირველ რიგში დაგჭირდება დაახლოებით 600 გრამი ატამი, Bauer's იოგურტი, დაახლოებით ესეც 600 გრამი, ნაღები 200 მილიგრამი, შაქრის ფხვნილი 80 გრამი, ჟელატინი დაგჭირდება 35 გრამი, სავოიარდის ორწყობილა 200 გრამი. მე მოვათავსებ ამ ჩვენ დაჭრილ ატამს უკვე ქვაბში, დაბალ ცეცხლზე. გავაკეთებთ კარამელიზაციას. ამასობაში ჩვენი ნაღებიც გაიდგება. მე ამას ახლა ცოტა ხანი შევდებ მასივარში და დავიწყოთ უკვე ჟელატინის მომზადება. ფორმაში ჩავაქნოთ პერგამენტის აღალდი და დავიწყოთ სავოიარდის ორწყობილების ამოვლება, ანუ ცოტა დასოლება იმ ატმის სიროპში, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ უკვე წინასწარ. ვიწყებ კრემის მომზადებას. ჩვენი ეს მომზადებული ჟელე ნახევარი გადავიტანოთ ნაღების მასაში. დავამატოთ Bauer's იოგურტი და შემდგომ უკვე ავთქვით მივიღოთ ერთი მასა. თითქმის მზად არის. ახლა ჩვენ ამას შევდებთ მასივარში 2 საათი და ვიწყებთ უკვე ჩვენი მეორე ნახევარი ჟელატინის მოსხმას, რომელსაც შევურიეთ უკვე ჩვენი ეს მორჩენილი ატმის სიროპი. ახლა ჩვენ ლამაზად გადავანაწილებთ ზედა ნაწილზე. ახლა ამას მე ისევ შევდგავ მასივარში, ოღონდ უკვე 1 საათით. ლამაზად გავაფორმებ მარწყვით, ჟოლოთი და პიტით.